ბერის და ლომის საოცარ მეგობრობაზე თუ გსმენიათ რამე. ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს, წარმოშობით ლიკიიდან, მცირე აზია, ბერა დააღკვეცის შემდეგ, იგი ეგვიპტეში თებაიდის უდაბნოში განმარტოვდა. დაახლოებით 450 წელს კი პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა. ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიქისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ექვთიმე დიდის თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა. სავანიში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა. კვირაში 5 დღე მეუდაბნოებით განმარტოებით ცხოვრობდა. ცეცხლზე გამზადებულ საზდელს არ ღებულობდნენ. მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახით და წყლით იკვებებოდნენ. შაბათ-კვირას საღვთო ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ. თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსი და ჭილოფი დასაძინებლად. კელიიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გავლელი შემოსულიყო დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო. თვით გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდ მარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა. მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვირელ მოწაფესთან, ნეტარ კირიაკესთან ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გამოგზავნა მასთან. წმიდა გერასიმეს მოწაფეები მოგვითხრობენ, რომ ერთხელ როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესვებოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან უჩვენა მტკივანი ფეხი და შველას თხოვა. ნახა რა ასეთ გასაჭიში ცხოველი ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭებული ხიჭვი. ნაჭრილობებიდან გამოვდინა სისხლი და სითხე დაგუბებული. ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია ჩხვით. ლომი მალე განიკურნა. ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ლომი ხორცს აღარ ჭამდა. ამიერიდან ბერი საკვება დაძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. წმინდა მამამ ლომს სახელად დაარქვა იორდანე. ამის შემდეგ ლომმა 5 წელი დაჰყო ბერთან განუშორებელად. გავიდა დრო და ბერი გარდაიცვალა. მამებმა პატივი დამარხეს იგი. ღვთის განგებით ლომი მაშინ არ იყო იქ. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა ლომი და იწყო ბერის ძებნა. ბერის მოწაფემ ამბა სამბატიოსმა სევდიანად უთხრა ლომს: იორდანე, დაგვტოვა ჩვენო ბერმა ობლა და წავიდა უფალთან. მოდი და მე გაჭმევ. ლომმა არ ისურვა საჭმლის მიღება. მაშინ მამა სამბატიოსმა უთხრა მას: რადგან არ გჯერა ჩვენი ნათქვამი, წამოდი და გიჩვენებ იმ ადგილს, სადაც დავმარხე ჩვენ მამა და წაიყვანა ლომი ბერის საფლავთან. აი აქ მარხია ჩვენი მამა. ლომი აღარ მოშორებია საფლავს. იწყო საფლავზე თავის რტყმა და ასე საფლავს დააკვდა. მამებმა ლომი გერასიმეს საფლავთან სიახლოვეში დაკრძალეს. ეს საკვირველი ამბავი უფალმა დაუშვა იმისათვის, რომ ყველას წინაშე ედიდებინა მისი ჭეშმარიტი მადიდებელი წმინდა გერასიმე პალესტინელი. არა მარტო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც კი. ამით უფალმა გაგვახსენა ისიც, თუ როგორ ემორჩილებოდნენ ადამს მცხეცები, ვიდრე იგი იყო უცოდველი და ცხოვრობდა სამოთხეში.